ქალთა არასამთავრობო ორგანიზაცია ფონდი სოხუმისა და ბათუმის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს ორგანიზებით გაიმართა მრგვალი მაგიდა. ღონისძიებაზე ადგილობრივი სამოქალაქო ჯგუფების, თვითმმართველობის წარმომადგენლების, ჟურნალისტების, ოჯახში ძალადობასთან ბრძოლის რეფერალური მექანიზმების სუბიექტების მონაწილეობით მოხდა არსებული სიტუაციის შეფასება და პრობლემის დაძლევის გზების განსაზღვრა. ფონდის სოხუმის წარმომადგენელმა ემა კამკიამ იმ საგანგაშო სტატისტიკაზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც დღესდღეობით არსებობს. ოჯახში ძალადობის მიზეზით მხოლოდ 2014 წელს 26 ქალი დაიღუპა. ძალადობის მსხვერპლია არაერთი მოხუცი ბავშვი ზრდასრული. პრობლემის სიღრმემ ბოლო პერიოდში სრულად მიიქცია საზოგადოებრივი ორგანიზაციების, მედიის, სახელმწიფო სტრუქტურების ყურადღება. ამის მაგალითი იყო მასშტაბური საზოგადოებრივი კამპანიები. თუმცა რას გვაძლევს ეს კამპანიები და იცვლება თუ არა რეალურად ის პრობლემა, რომელზედაც საუბარს არ აყოვნებს საზოგადოების ერთი ნაწილი. ემა კამკია ამბობს, რომ უნდა განისაზღვროს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მონაწილეობის ფორმები ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ გასატარებელ ღონისძიებებში. რა როლი უნდა ენიჭებოდეს თვითმმართველობას იმ სტრუქტურებთან თანამშრომლობაში, რომელთაც პირდაპირ ევალებათ რეაგირება ძალადობის შემთხვევებზე და მისი აღკვეთა, მსხვერპლის დაცვა და ძალადობის პრევენცია. ამ საკითხებზე საკმაოდ საინტერესო დისკუსიები შედგა. პირველ რიგში ყველა მიესალმება იმას, რომ გამკაცრდა კანონი გამკაცრდა მოძალადის მიმართ. ჟურნალისტ გულნარა ლეფსაიას თქმით, მთავარია, რომ ამ პროცესებში არ იყოს განცალკავებულად მხოლოდ და მხოლოდ ქალი მონაწილე. მისი აზრით, კამპანიებში აუცილებლად უნდა მონაწილეობდნენ მამაკაცებიც, რომლებიც უნდა სახავდეს გეგმებს ქალებთან ერთად, როგორც შეიძლება ებრძოლონ ძალადობას. მხოლოდ შეხვედრები ვერ უშველის ამ პრობლემას ოჯახში ქალებზე ძალადობას. ვფიქრობ, აუცილებელი წინაპირობა ამისათვის არის ის, რომ მსგავს შეხვედრებზე, აქტივობებზე და ასე შემდეგ უნდა გაეზარდოს მამაკაცების წვლილი და რაც შეიძლება მაქსიმალურად უნდა ჩაერთონ მამაკაცები, რომ გააპროტესტონ ოჯახში ქალებზე ძალადობა, იმიტომ რომ პოტენციურად ყველაზე ხშირად მოძალადი არის ამ შემთხვევაში მამაკაცი. მრგვალ მაგიდაზე ასევე შემუშავდა რეკომენდაციები და წინადადებები ადგილობრივი თანამშრომლობის ეფექტური სტრატეგიის შემუშავების, შემთხვევების გამოვლენისა და მართვის კუთხით. ბათუმის მერის მრჩეველი გენდერულ საკითხებში ნატალია სოსიაშვილი ამბობს, რომ ძალიან უნდა გქონდეს ყურადღება გამახვილებული მედიას, რომ ეს პრობლემები იყოს წინა პლანზე და რაც შეიძლება ბევრი ისაუბრონ ამ თემებზე. საზოგადოება უფრო მეტად უნდა იყოს ინფორმირებული ამ საკითხთან დაკავშირებით და უნდა იყოს ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელობა ჩართული, რომ ეს პრობლემა, რაც დღეს გვაქვს საქართველოში, იქნას მოგვარებული მეტნაკლებად და თვითონ საზოგადოებამაც უნდა მიიღოს, რა თქმა უნდა, მონაწილეობა. და ყველა ერთიანად უნდა გაუმკლავდეთ ამ პრობლემას, რომ ეს პრობლემა რაღაც ნაბიჯ-ნაბიჯ წლების განმავლობაში მაინც იქნეს მოგვარებული. შეხვედრას ესწრებოდნენ სოციალური აგენტებიც, ერთ-ერთმა მათგანმა ნინო ცეცხლაძემ პირად საუბარში აღნიშნა მხოლოდ ის, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკა შესაძლოა შეიცავდეს უზუსტობას. თუმცა აქვე აღნიშნა ისიც, რომ ამ პრობლემის მოსაგვარებლად შესაბამის სამსახურებთან დაკავშირება ძირითადად ოჯახები ერიდებიან. დღეის მდგომარეობით არსებობს ასეთი სტატისტიკა, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მაგალითად 3 ქალმა მიმართა ძალადობის გამოსავლენად შინაგან საქმეთა სამინისტროს. სულ 2007 წლიდან დღემდე ძალადობის 1102 შემთხვევაა დაფიქსირებული. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელი ნინო ტავლალაშვილი ამბობს, რომ პრობლემა, რომელიც დღეს საქართველოში არსებობს, თითქმის დაუძლეველი აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო ორგანოები, კანონიც და საზოგადოების ერთი ნაწილი არის მზად იმისათვის, რომ ამ პრობლემის წინააღმდეგ იბრძოლოს. ალბათ უფრო აქტიურები უნდა ვიყოთ ჩვენ, რახან დავინახეთ, რომ თითქმის დაუძლეველი გახდა ეს პრობლემა, მიუხედავად იმისა, რომ ამ მხრივ მოწესრიგდა საკანონმდებლო ბაზა, მიუხედავად იმისა, რომ აქტიურია საზოგადოების და სახელმწიფო სტრუქტურის ყველა წარმომადგენელი, მსხვერპლს ემატება. რა არის იმის მიზეზი, რომ ამ პრობლემის მოგვარება ვერ შეძლო სახელმწიფომ? ბათუმის საკრებულოს გენდერული საკონსულტაციო საბჭოს წევრი თეა ჯანჯღავა ამბობს, რომ მიზეზი ისევ და ისევ ადამიანთა გულგრილობაა.
უმრავლესობამ საზოგადოებაში არც კი იცის საერთოდ რა არის გენდერი და რა არის თუ არა გენდერული ძალადობის მსხვერპლი, ხო? მასიური პრევენცია, კარგი იქნება სკოლის ასაკში, სტუდენტებში, ზოგადად საზოგადოებაში და სამთავრობო მოხელეებშიც კი, იმიტომ რომ უმრავლესობამ საერთოდ არ იცის რა არის ეს და საერთოდ როგორ უნდა იმუშაოს ამ საკითხში. ქალთა არასამთავრობო ორგანიზაცია ფონდი სოხუმისა და ბათუმის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს ორგანიზებით დაიწერა კონცეფცია, რომელიც ამ პრობლემის მოგვარებაში დაეხმარება ბათუმის თვითმმართველობას. გეგმა 2015 წლიდან 2017 წლის პერიოდს მოიცავს. ნატა იმედაიშვილი, რადიო თავისუფლებისათვის, ბათუმი.